გამარჯობათ. ისე მინდა ჩანთა მოგსო. ეხლა სანამ კიდევ უფრო აცირდებოდეს, მინდა რომ უფრო ესეთი გამოსასვლელი ჩანთა კიდევ ერთი მოგსო. ძალიან ლამაზი ჩანთა, როგორც ხედავთ, ესეთი მოვარდისფროფერია და ესეთი მარტივი მოსაქვსოვია საკმაოდ. ერთადერთი ძირი მაქვს უკვე მე მზად, ანუ თუ თქვენ ძირი არ გექნებათ ესე ტყავის ძირი ნაჩვეტებით, მაშინ გირჩევთ რომ მოგსოოთ. ძირის ზომებს გეტყვით 8 სანტიმეტრი 27 სანტიმეტრზე, ესეთი ზომის მაქვს მე ახლა ტყავის ძირი. დანარჩენი აი ეს რკინის რგოლები რა თქმა უნდა დაგჭირდებათ და აი გადასაკიდებელსაც მოგსოთ, ძალიან ლამაზი გადასაკიდებელი აქვს. კარგით, აი ეს რაც დაგჭირდება, ეხლა მოდით გაჩვენებთ. აი ეს ძაფები, აი ესეთი ძაფებია. მოდით იარლიხს გაჩვენებთ. 3 გორგალი მაქვს მე ახლა სულ და მე მგონი რომ უნდა გვეყოს. აი ესეთი dusty rose, აი ესეთი ფერის არის ახლა ეს ჩემი გორგალი. 2 მილიმეტრი პოლიპროპილენის ესეთი მაგრამე ძაფია. კიდევ აქ აი ეს თუ დაგეხმარებათ 100 გრამი არის 115 მეტრი. აი ესეთი პარამეტრები აქვს. მე ხა გამოვიყენებ ყაისნახს თავდაპირველად აი ნაჩვეტები ესეთი მაინც წვრილი ნაჩვეტები მაქვს და აი 3.25 ესეთი მილიმეტრი ზომის ყაისნაღი და მე გადავალ ცოტა მსხვილზე, იმიტომ რომ ეხა მე ვაპირებ 2 წვერით ვქსოვო ეს ნაქსოვი. ეს 4.5-ია. არ ვიცი ხა რამდენად კარგად ჩანს ეს ყველაფერი. და ესე იგი მოკლედ აი ეს 2 ყაისნაღს გამოვიყენებ, უბრალოდ ნახრეტებისთვის უფრო მოხერხებულია წვრილი. აი ეს 2 ძაფი, ესე იგი, აი ესე 2 წვერით მოხსო, იმიტომ რომ უფრო ამას სჭირდება სქელი ესეთი ძაფი, ვიდრე ეს არის. ესეც არ არის თხელი ძაფი, მაგრამ კიდევ უფრო სქელს ითხოვს ეს ჩანთა. ამიტომ აი ესე გადავწყვიტე, რომ 2 წვერით მოხსოვო. ესე იგი ეს რგოლები ხედავთ, აი ეს დაგჭირდება და ჩამკეტი, მე ახლა მაგნიტური ჩამკეტი აღარ დამრჩა და სასურველია რა თქმა უნდა მაგნიტური ჩამკეტი გქონდეთ, რომ აი ეს ენა ესე ადვილად თავისით მოძებნოს ხოლმე ადგილი, სადაც უნდა დაიკეტოს. ეხლა მე აი ამ 2 წვერ ძაფისგან გავაკეთებ აი ესეთ კვანძს, რომ ეს როგორც პირველი თვალი მექნება. აი ეს, ნახეთ? მგონი ყველა შეძლებთ რომ ესე გააკეთოთ. და ავიღებ, ну, აი ამ კუთხიდან დავიწყებდი აი აქედან. აქ მე გეტყვით, რომ მე მოგსო რიგებს სპირალურად, ანუ რიგის ჩაკეტვა არ მოხდება. აი ესე. ეხლა ჯერჯერობით ამას ვერ დაინახავთ, აი პირველ რიგს რო დავამთავრებ, აი მაშინ გამოჩდება. აი ახლა ამოვიყვან მე აი ესეთ ერთ თვალს. ესე თითქოს თავისუფალი თვალი მოგსოვე. შემდეგ იგივე ხრელიდან და ეს ეცადეთ ძაფის ბოლოთან ჩააყოლოთ. კიდევ თვალი ნამატის გარეშე მეორე. და ეხლა მე კიდევ აქ ვაპირებ 3 თვალი მოგსო, ერთი და იგივე თვალიდან გამომავალი ნახრეტიდან, იმიტომ რომ აქ კუთხეა და კუთხე ესე მოვამრგვალოთ. აი ესე. აი აქ ფაქტიურად ეხლა მე მოგსოვე, ნახეთ ზემოდან თუ დახედავთ, 1 და 2 თვალია. აი ეს 2 თვალი მოგსოვე ჯერჯერობით. და აქ იყოს ესეთი 2 ისე სინამდვილეში ბევრი ძაფებია, ხედავთ, მაგრამ ზემოდან 2 თვალი ჩანს, მაგრამ ესე დავტოვებ პირველ კუთხეს. იმიტომ რომ ამ ხრელში რთულია ბევრი ესე 4ჯერ შესვლა, ეხლა ფაქტიურად 3ჯერ შევედი. აი ეს კუთხე იყო. ეხლა უკვე თითო თვალში თითო თვალი ნამატის გარეშე. ანუ თითო ხრელში თითოჯერ შეხვალთ. ეს ძაფის ბოლოები მაინც უკან მოახვედრეთ უფრო რომ წინ არ ჩანდეს. აი ესე. ეხლა სანამ არ მიხვალთ მეორე აი კუთხემდე, ესე ჩვეულებრივ გსოვთ. ესე იგი, აქ მაქვს მე
ამ გვერდზე 9 ხვრელი, აქეთაც 9 ხვრელი. აქეთ მაქვს 24, აქეთაც 24. აი ესეთნაირად მაქვს განაწილებული ეს თვლები. ახლა ძალიან სიმკაცრე არ არის ამ თვლების რაოდენობაში, შეგიძლიათ ცოტა სხვა რაოდენობის თვლებით გააკეთოთ. სიგრძე სიგანე მიახლოებით, აი ზომებს რასაც გეუბნებით, ჩემი ტყავის ძირის არის 27 სანტიმეტრი სიგრძე და 8 სანტიმეტრი აქვს სიგანე. აი ესეთნაირად. ეს ორი წვერი ძაფი საკმაოდ კარგად ავსებს აი ამ ხვრელებს შორის ადგილებს, ნახეთ. ესე იგი, გსოვთ, ესე იგი ჩანთავს ჩვენ თვლებით ნამატის გარეშე. ეხლა მე მივუახლოვდი აი კუთხის თვალს, აქ უნდა მოიყვანოს 3 თვალი ნამატის გარეშე. 2. ეხლა მე აქ ნიშნულებს არ ვაკეთებ, იმიტომ რომ შემდეგ რიგში უკვე აღარ დაგჭირდება ესე ვთქვათ, მატების გაკეთება. საკმაოდ გაუჭირდა ეხლა მესამე ჯერ შესვლა ამ თვალში, მაგრამ ამ ხვრელში. აი ესე გჭირდებათ 3 თვალი ამოიყვანოთ კუთხის თვალიდან. აი ეს. ეხლა გავაგრძელებ მე და ასე შემოუვლით მთელ, ასე იგი, ამ პერიმეტრს, ხო? ძირის გარშემო კუთხეებში გააკეთებთ მატებას ერთი თვალიდან 3-ს ამოიყვანთ. დანარჩენი ჩვეულებრივი თვლები ნამატის გარეშე უნდა მოგხსოვთ. აი მოვედი ამ რიგის დასაწყისთან. ეხლა აქ მაინც მე ვფიქრობ, რომ კიდევ ერთი თვალი მჭირდება, მე უნდა როგორმე შევიდი აი ამ ერთ თვალ პირველ ხვრელში. საკმაოდ ეს არის სიმჭიდროვე ძაფების, მაგრამ მაინც უნდა გამოვიტანო, იმიტომ რომ ყველა კუთხეში ერთ და იგივე რაოდენობა თვლების არის საჭირო მაინც. აი ესე, ნახეთ. და აქ ხა ცოტა აი ამ ძაფს და დავაპატარავებ, აი ამას მოვქაჩავ. აი ეს, ნახეთ, აი აქ ყაის ნახზე რაც მქონდა ეს თვალი. ეს აი ესე და აქ ამოვიყვანთ თვალს ნამატის გარეშე, რა თქმა უნდა. კარგად მოვქაჩოთ, რომ ისეთივე ზომის თვალი იყოს, როგორც დანარჩენი თვლებია. აი ეს, მურჩა. ეხლა ხედავთ, აი ეს არის თქვენი პირველი თვალი. აი ეს. აქვე უნდა შეხვიდეთ ზუსტად. ოღონდ აქ მე გავაგრძელებ ეხლა უკანა კედელში შესვლით გავაგრძელებ მეორე რიგს და თან მოგხსოვთ თვლებს ნახევრად ნამატით. ანუ ეს ბოლო თვალი ეს იყო აი ამ პირველი რიგის ნაწილი, ეს მესამე თვალი რომ მოგხსოვე. და ეხლა ვაგრძელებთ, ანუ ნახეთ, ყაის ნახზე უნდა გადადოთ ძაფი და ესე იგი თვლებით ნახევრად ნამატით და შედიხართ უკანა კედელში. აი ეს პირველი თვალის უკანა კედელი. აი ეს ნახეთ, აქ თქვენ არ გაქვთ უკვე განსხვავება პირველ რიგს და მეორე რიგს შორის, ანუ ეს პირდაპირ აქ გრძელდება როგორც სპირალურად. შემდეგი, მომდევნო, აი ეს აქ ისე უკანა კედელში, მომდევნო თვალში, აქ მატება აღარ გჭირდება, უბრალოდ თვლებით ნახევრად ნამატით. ნახეთ, აქ მე ახლა ორი წვერი მაქვს. და მირჩევნი ახლა გადავიდე მსხვილ ყაის ნახზე, თორე ეს ძალიან პატარა ყაის ნაღია ორი წვერი ძაფისთვის. აი ეს. აი მეორე თვალში ისე უკანა კედელში შესვით, ამოვიყვანე თვალი ნახევრად ნამატით. შემდეგი. აი ესე. აი ეს კარგი მსხვილი თვლები უნდა დაგიჯდეთ. და საკმარისად სწრაფადაც იქსოვება ესეთი თვლებით ნაკსოვი ძალიან ესე სწრაფად იზრდება. აი ხედავთ როგორი სიმაღლეც აქვს, სისქეც. ესე იგი, მეორე რიგში და მომდევნო რიგებში უკვე მატებას აღარ გავაკეთებთ, ანუ თვლების კუთხეებში მატება აღარ გჭირდებათ. უბრალოდ შედიხართ უკანა კედელში, აი აქ, ხა ერთ კედელში შევედი, ხო ხედავთ? უკანა კედელში და გსოვთ თვლებს ნახევრად ნამატით. აი ყაის ნახზე ძაფი გაქვთ და აი ესე ერთ ფაშად გამოგაქვთ აი ესე.
ესე იგი, რიგიდან რიგზე გადასვლისას ხედავთ, რომ სპირალურად უბრალოდ გრძელდება და გრძელდება. აი ხა მოდით მაინც მე მოვნიშნავ მიახლოებით, სადაც აი აქ იყო სადღაც ხო ეს პირველი თვალი რომ მოგსო უკვე მეორე რიგის, მაგრამ აქ თქვენ ვეღარ შეამჩნევთ განსხვავებას, როცა რიგის ბოლოში გახვალთ. ამას მაინც გაჩვენებთ და მე უკვე თქვენს გააგრძელებთ და გარკვეული სიმაღლის ესეთი ნაკსოვი გვინდა, მე რიგები უნდა დავაგროთ უბრალოდ. აი თითოჯერ შევდივარ თითო თვალში, ხედავთ? მატებას არ ვაკეთებ. ესე გაყივით ახლა და რიგის ბოლოს, აი სადაც ნიშნული ჩავარჭო, იქ შეგხვდებით, რომ უბრალოდ დაგანახეთ, რომ იქ არ არის ამაღლება საჭირო, ანუ რიგის ჩაკეტვა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ორი წვერით ქსოვა ცოტა გართულებულია, მაგრამ არა ვშავს. თქვენ შეგიძლიათ უფრო სქელი ძაფი აიღოთ და ერთი წვერითაც მოგსოვოთ. სადღაც 4 მმ, 5 მმ, აი ესეთი ძაფი ერთი წვერით საკმარისი იქნებოდა. აი ეს ნახეთ. აქ რა თქმა უნდა, მაინც უნდა ესე უკვე წავა როგორც კოლოფი, ესე ბრტყელი აღარ დარჩება, ხო ეს? მithumetes არ ვაკეთებთ ახლა მატებებს კუთხეებში. თითო თვალში, თითო თვალს ნახევრად ნამატით გსოვთ. ესე გაყივით. აი ახლა უახლოვდები მე ნიშნულს და ნახეთ, აქ ფაქტობრივად ვერ შეამჩნევთ სად არის გადასვლა. ერთადერთი ნახეთ, აი ეს იყო პირველად რაც მოგსოვე. ეს უბრალოდ აქ კიდე უნდა მოგსო ჯერ, ნახეთ, აი ესე. უკანა კედელში შესვლით და აი ამის შემდეგ უკვე ჩვენ ნახეთ უკანა კედელში აღარ შევალთ. ეხლა შევალთ ორივე კედელში და ასეც გააგრძელებთ. უბრალოდ ხედავთ, რომ რიგის ჩაკეტვა არ ხდება. უბრალოდ აი ამის შემდეგ არც ნიშნული აღარ გჭირდებათ. უბრალოდ ორივე კედელში შესვლით აგრძელებთ, თვლები ნახევრად ნამატით. მოდით ცოტას მოგცო და განახებთ როგორ გამოიყურება ნაკსოვი. აი ეს არსად მატებას არ აკეთებთ. აი ნახეთ. აი ესე. ეხლა აქ ხედავთ რომ ცოტა აი ეს შეიცვალა, რა თქმა უნდა, ეს აი მოვიდა აქ და მორჩა. ამის შემდეგ უკვე აღარ გინდათ უკანა კედელში შესვლა, უბრალოდ აი ესეთი ნაკსოვი უნდა დაგიჯდეთ. აი ეს. ესე უნდა გაყვეთ და გაყვეთ. და ხედავთ, რომ აქ არც ჩანს, სად არის პირველი რიგი, სად არის მეორე რიგი, როგორც ესე შემოულით, აქაც შემოულით, ესე დააგროვებთ რიგებს. რიგიდან რიგზე გადასვლა არ არის შესამჩნევი საერთოდ. აი ესე. რა თქმა უნდა, მარტივია ასე ქსოვა, როცა რიგის ჩაკეტვა არ გიწევთ და ნიშნულიც შესაბამისად არ გჭირდებათ. კუთხეებში რა თქმა უნდა არ ვაკეთებთ მატებას, უბრალოდ აი ესეთი ორ კედელში შესვლით, თვლები ნახევრად ნამატით, აი უზორს ქსოვთ. აი ეს. აი ესე ახლა ქსოვეთ ესე, დააგროვეთ რიგები და წინასწარ ცოტა ძნელია თქმა რიგების რაოდენობით, გააჩნია ძაბს, გააჩნია მოჭინვას, როგორ ქსოვთ და დავაგროვოთ რიგები და აი იქ სადაც თქვათ ხელის მოსაკიდებელი ხო სახელური აქ თავისი ნაკსოვს თვითონ, აი იქამდე სანამ მივალთ, რომ იქ უნდა გამოკვეთოთ ცალკე სახელური, აი იქამდე ასე თქვათ ჯერჯერობით დავაგროვოთ რიგები, ხო, უბრალოდ ქსოვთ ასე უწყვეტად თითო თვალში თითო თვალი, ორივე კედელში შესვლით, თვლები ნახევრად ნამატით.